თბილისში ინდოელი სტუდენტი გარდაცვლილი იპოვეს. 23 წლის დვანით რაჯდიპის ცხედარი მტკვარში ნახეს. ახალგაზრდას 14 მაისის შემდეგ ეძებდნენ, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. დაკავებულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სუსიმას ჯაშუშობას ედავება. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული დაკავშირებული იყო ორი ქვეყნის სპეცსამსახურებთან და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მათ ინფორმაციას გადასცემდა. უკრაინის მორიგი იერიშები ანექსირებულ ყირიმზე შეიარაღებულმა ძალებმა ფეოდოსიაში ნავთობ ბაზას დაარტყეს. რუსეთის ტერიტორიაზე კი დაიბომბა FSB-ს დაზორვის ცენტრი. უკრაინულმა დრონებმა ტაგანროგის სამხედრო აეროდრომზე გაანადგურეს სარაკეტო კომპლექსი ისკანდერი და ორი რუსული თვითმფრინავი TU-142. დაიბომბა არმავირის ნავთობ ბაზა კრასნოდარის მხარეში, გაზის ტერმინალი ქალაქ ტემბრიუკში და იაროსლავლის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა. ევროკავშირთან დაახლოების გამო რუსეთმა სომხეთიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ერევნის მხრიდან ევროკავშირთან დაახლოება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობას აზიანებს. ევროპული მისწრაფებების გამო კრემლმა ფაშინიანს არაერთხელ წაუყენა ულტიმატუმი, რომ ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროულად ყოფნა შეუძლებელია.